ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აქციაზე მისვლა და პრემიერ-მინისტრის მხრიდან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმება იყო განცხადებების თემა საკანონმდებლო ორგანოში. სიტყვით გამოსვლების დროს დეპუტატებმა თვითმმართველობის არჩევნების შედეგებსა და რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ კიდევ ერთ საქმეზეც გაამახვილეს ყურადღება. პარლამენტმა პლენარული სხდომები დღეს განაახლა თვითმმართველობის არჩევნებიდან გამომდინარე ერთი თვე სხდომა არ ჩატარებულა. მილიონ 100,000 ხმა მიიღო ქართულმა ოცნებამ შარშან საპარლამენტო არჩევნებში და წელს თვითმმართველობის არჩევნებში მილიონ 105,000 ხმა, რაც არის რეკორდული მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის. დემოკრატიულ მანდატს ჩვენ ვიღებთ როგორც დასტურს და დამტკიცებას აქამდე მიღებული ყველა გადაწყვეტილებისა, პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა, კანონებისა, რომელსაც ჩვენ ვიღებდით, ამ ყველაფერს ქართულმა ხალხმა 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაუსვა მისი დემოკრატიული ბეჭედი. და ამას უნდა გაუსწოროს თვალი ყველამ, შიგნითაც და გარეთაც. 4 ოქტომბერი იყო დემოკრატიის ზეიმი, ვინაიდან ჩვენ ვიხილეთ რომ ამ ყველაფერს წინ უძღვროდა მოწოდებები სახელმწიფო გადატრიალებისკენ, მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ, ხედავდით მხარდაჭერას გარედან, ირიბს და სამწუხაროდ ვიხილეთ პირდაპირ მხარდაჭერა გარედან სახელმწიფო გადატრიალების წინასწარ დაანონსებული შეკრების მიმართ, მაგრამ დემოკრატიამ გაიმარჯვა და ქართველი ხალხი გავიდა არა 4-ში 4 საათზე ქვეყნის გადასატრიალებლად, არამედ გავიდა 4-ში 8 საათიდან საარჩევნო უბნებზე. ვინ საარჩევნო კამპანიაში ვიყავით ჩართულნი, ჩვენ ხედავდით, რომ ყოველი გაცემული დაპირება მოსახლეობის მხრიდან არის დობით აღქმული. იმიტომ რომ ადამიანები ხედავენ, რომ ყოველწლიურად მათ მუნიციპალიტეტში, მათ ქალაქში, მათ სოფელში კონკრეტული საქმე მიდის წინ. მაგრამ ამის პარალელურად რა თქმა უნდა მიმდინარეობს დესტრუქციული ტალღა, დამხობის 4 ოქტომბერი და დამამხობელთა გარედან გაკეთებული განცხადებები, რომ რამენაირად სტაბილური და განვითარებული საქართველო ისე არ გაძლიერდეს, რომ მისი მარიონეტად გამოყენების ყველა შანსი დაკარგონ. ხელისუფლების დამხობას აპირებდნენ და თვითონ დაემხნენ. სისხლის სამართლის დანაშაული ჯერ გამოაცხადეს და შემდეგ პირდაპირ ეთერში ჩაიდინეს. ახლა კი გამიჯვნაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. საქმე ისე მიდის, არ გამიკვირდება თინა ბოკუჩავა, მიშა ვეღარიცნოს და ლევან სანიკიძემ პაატა ბურჭულაძე. სალომე ზურაბიშვილმა საერთოდ თავისი ყოფილი სასახლე ვეღარიცნო, ადრე უფრო მყარი ღობე იყო. ეს ხალხი არის საქართველოს სირცხვილი. კოლექტიური ნაცმოძრაობა უკვე მხოლოდ ეპითეტი აღარ არის, ეს განაჩენია. არ შემიძლია არ გამოვეხმაურო მეგობრებო გუშინდელ ვიზიტს საგარეო საქმეთა მინისტრის ფინეთის ქალბატონის, რომელიც თავის მანდატის მიწურულს ეუთოს თავმჯდომარის მანდატი მაქვს ხედველობაში ჩამოვიდა კონკრეტული მისიით. ხელის გულზია ყველაფერი მეგობრებო, როგორ ხელის გულზია ის ბინძური მცდელობა აღსრულების იმ ბინძური სცენარისა, რომელსაც ხედავთ ჩვენ ქვეყანაში. როგორ კიდევ ერთხელ ვიხილეთ გუშინ პირდაპირი მტკიცებულება მხარდაჭერისა, იმ პირდაპირი მნიშვნელობით ექსტრემიზმის, რასაც უკვე ბოლო წლებია ჩვენი საზოგადოება ადევნებს თვალყურს. კიდევ ერთხელ ყველაზე მთავარი შეკითხვა, რომელიც გვიჩნდება ჩვენ პოლიტიკურ გუნდს, საზოგადოებას, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას, რომ როდემდე უნდა გაგრძელდეს მეგობრებო, ამ ევრობიუროკრატებს მიმართავ, თქვენივე ხელით ძირის თხრა იმ ფასეულობების, იმ ევროპული ფასეულობების და იმ ღირებულებების ისი სახელითაც გვესაუბრები. ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს შიდა სამართლის ყოველგვარი წესების დაცვით და ასევე საერთაშორისო სამართლის ყოველგვარი ნორმების დარღვევით ქალბატონი მივიდა მიტინგზე და მხარი დაუჭირა სახელმწიფოს ძალადობრივი მეთოდებით შეცვლის მსურველთა იმ 10 ადამიანს, რომელიც ყოველგვარი კანონების დარღვევით ეტავენ რუსთაველს და ვითომ და პროტესტს გამოხატავენ და რის პროტესტს გამოხატავენ აბსოლუტურად გაუგებარია. დღეს ქალბატონი ვალტონენი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზზე და მან გაავრცელა განცხადება, რომ ფინეთი მტკიცედ და ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
ამაზე ანათქვამი ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო. ძალიან კარგია და მადლობელი ვართ, რომ ფინეთი უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ შენ არ უნდა ჩაერიო სხვა ქვეყნის საქმეებში, არ უნდა დაიჭირო ამ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური რომელიმე პარტიის პოზიცია და როგორც მინიმუმ უნდა გაემიჯნო ძალადობას თუ ამის დაგმობის თავი არ გაქვს. მორიგი გამარჯვება იყო საქართველოსი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში და ასობით მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა რუსეთს. მანამდე კიდევ შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ ჩვენ გვაქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მოგებული. ერთი ჰააგაში, სადაც ჩვენ ჩავუხსენით ყველანაირი რისკი და ბრალდება, ჩვენ გმირ სამხედროებს, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ რეზოლუციაზე ხელმოწერით მათ დააბრალა ომის დანაშაულების ჩადენა და ყველანაირი პასუხისგებლობა ოკუპანტებზე გადავიდა. მას შემდეგ ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლოს, სადაც ჩვენ დავარქვით რუსეთს ოკუპანტი. და ამ ყველაფრის ფონზე კიდე ჩვენ გვესაუბრებიან რაღაცა რუსული საქმის კეთებაზე და როდესაც ვკითხულობთ, რომ ერთი მაგალითი გვითხრით, რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ რუსული საქმე ან რითი გაზარდა რუსეთის გავლენები საქართველოში, ფიზიკურად პასუხი არ არსებობს.